გამარჯობა, დღეს 8 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1975 წლის 8 მაისს დაიბადა ესპანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოდელი და მსახიობი ენრიკე იგლესიასი. ის ცნობილია როგორც ლათინური პოპის მეფე. მისი პარტნიორი არის ცნობილი ყოფილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა, რომელთანაც მას 3 შვილი ყავს. 2000 წლის 8 მაისს დაიბადა იტალიელი ფეხბურთელი სანდრო ტონალი. 1884 წლის 8 მაისს დაიბადა ამერიკის 33 პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი. მან ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასასრულისა და ცივი ომის დასაწყის პერიოდში უხელმძღვანელა. 1966 წლის 8 მაისს დაიბადა ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო ტაფარელი. ის ითვლება ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეკარედ. კლაუდიო ტაფარელი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1994 წელს. 1978 წლის 8 მაისს დაიბადა ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი ლუსიო. მან ითამაშა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მიუნხენის ბაიერნი, ინტერი და იუვენტუსი. 1972 წლის 8 მაისს დაიბადა ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი დარენ ჰეისი. 1996 წლის 8 მაისს დაიბადა ამერიკელი რეპერი 6ix9ine. 1960 წლის 8 მაისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ფრანკო ბარეზი. ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ფეხბურთის ისტორიაში. მან მთელი კარიერა გაატარა მილანში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის 6-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 3-ჯერ უეფას სუპერთასი. ფრანკო ბარეზი იტალიის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1982 წელს. 1992 წლის 8 მაისს დაიბადა ამერიკელი მოდელი და მსახიობი ოლივია კალპო. 2012 წელს ის გახდა მის ამერიკის და მის სამყაროს გამარჯვებული. 1970 წლის 8 მაისს დაიბადა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად წარმატებული მწვრთნელი ლუის ენრიკე. ის თამაშობდა მადრიდის რეალსა და ბარსელონაში. მას მოგებული აქვს არაერთი ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 3-ჯერ სამეფო თასი. მისი სამწვრთნელო კარიერა ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა. მან მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ, სამეფო თასი 3-ჯერ და უეფას ჩემპიონთა ლიგა. 2023 წლიდან ის არის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის PSG-ს მთავარი მწვრთნელი, სადაც მეორედ მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.